საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. აშხაბადში გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტების შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. ქართული და თურქმენული მხარეების შეთანხმებები ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის სფეროში, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი აგრეთვე გეოპოლიტიკური პროექტები, რომელიც ხორციელდება საქართველოს გავლით და მათში თურქმენეთის ჩართულობა იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ბოლოს აღნიშნავდი აგრეთვე არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ მხრივ თურქმენეთის მხარდაჭერა ასევე ხაზგასასმელია. დეტალურად იქნება განხილული ყველა სფერო თანამშრომლობის და თანამშრომლობის ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ შემადგენელზე. თურქმენეთი არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ურთიერთობების გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და თავისთავად თურქმენეთის დაინტერესებულია იმ პოტენციალით, რასაც თავაზობს საქართველო როგორც სატრანზიტო სახელმწიფო. ამ ვიზიტის პარაგრაფში 4 შეთანხმებას ეწერება ხელი, მათ შორის მოხდება პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების ხელმოწერა, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილების შემცველია. ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს ცენტრალურ აზიაში. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დიდი დაინტერესება მათი მხრიდან როგორც სატრანსპორტო, ისე ენერგეტიკული პროექტების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.